საშინელი აუქციონის ფურცელი აქვს რეალურად, რო შეხედო ვაიმე წინ შენაცვლელი, უკან შენაცვლელი. ნახევარია ვითომ? ეს რამდენი ლიტრიანია? ჩვენი თეთრი ბრონკოს ამბები სანამ პარალელურად მიმდინარეობს ისე ფონზე, მე გარჩერდები და კიდევ ერთი ელექტრომანქანა მივიღე, რომელიც აი ასე გამოიყურება. ესეთი მანქანა უკვე მყავდა არხზე, თეთრი იყო ისიც, ოღონდ შავი კანტებით და მაგას უკვე მზეზე გაჩვენებთ. აი ეს მანქანა უკვე აღარ იმსახურებს ცალკე ვიდეოს შემსარხზე, იმიტომ რომ ეგეთი მოდელი მყავდა ზუსტად და ნუ მოკლედ ეხა პირველი მიღების კადრები რატომაც არა, მოდი გაჩვენებთ ესე პარალელურად. 64,000 კილომეტრი აქვს ამ მანქანას გარბენი, იაპონიიდან არის პირდაპირ შუაგული იაპონიიდან. სხვათა შორის იაპონიიდან მანქანის გამოწერა თუ გინდათ, აი ესეთ მდგომარეობაში ჩამოდის ეს მანქანები და ვისაც გეზარებათ მაგალითად ამერიკული მანქანის პრობლემების მოგვარება, როგორიც არის დაზიანება და ასე შემდეგ, შეგიძლიათ იაპონიიდან ჩამოიყვანოთ მანქანა და ეგ-სერვისიც მაქვს, რომ შეგიძლიათ მოიწეროთ და იაპონიიდანაც ჩამოგაყვანინებთ მანქანას. ერთი დიდი სხვაობა წინა Nissan Leaf-თან იმის გარდა, რომ ამის სახურავი შავი არ არის და ლურჯია. ერთი დიდი სხვაობა არის კიდევ აი ეს სალონი, მოკლედ სალონი აქვს თეთრი ფერის, შესაბამისად ეგ არის სხვაობა, მეტი არაფერი. სხვა მხრივ, რაც შეეხება მდგომარეობას, ეს ცოტა უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს წესით, იმიტომ რომ 64,000 გარბენი აქვს, ნუ 73,510, აი ასე უყურებ. აგერ აი ამ მანქანის გარბენი, აქაც გვაქვს ტყავის საჭე. ცოტათი დამჯდარი არის ახლა ეს მანქანა რეალურად. მოდი დავქოქოთ და ჩამოვიყვანოთ თან. კამერებიც გვაქვს 360 კამერები. ესე სარკეა და ესე კამერა. მოდი ეს გავთიშოთ, თორე დაგუჯდება ეს მანქანა. ადით იშება ეს საზღრობა. მოკლედ მე და ელექტროები დიდად ვერა. სადა აქ ამას გათიშვის ფუნქცია. გი, ვიპოვე. მოკლედ, წავედით. ჩამოვიყვანოთ ჩვენი Nissan Leaf-ი, მივიყვანოთ გარაჟთან და მოკლედ დაველოდოთ ამ მანქანის წასვლას. იმიტომ რომ კიდევ უკეთესი მანქანები გვყავს, საყიდელი, კიდევ უფრო მაღლა ვართ ასასვლელები, 11%-ზე არის ჩემი მანქანა დატენილი, 28 კილომეტრს გამატარებს სულ, კამერაც მიჯდება, ყველაფერი მიჯდება. ეხა უკვე დღესდღეობით ყველაფრის დატენვა არის საჭირო. ტელეფონის ცალკე, მანქანის ცალკე, კამერის ცალკე, მიკროფონის ცალკე. მე კიდე წავედი, არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეოს ყურებას, მეგობრებო. წავედი. მოკლედ ეს არის ჩვენი კიდევ ერთი მორიგი უკვე რიგით მეორე ელექტრომანქანა არხზე, ესე გამოიყურება ჩემი ახალი Nissan Leaf-ი. მაგიტომ მიყვარს იაპონური მანქანები, სუფთა არის, ჯდები გრძნობრო სუფთა, ჯდები გრძნობრო, შეგიძლია რომ დაგქოქო და არაფერი მოგძვრება გზად. კი იაპონიიდან ჩამოდის ისეთი მანქანები, რომელიც მოგძვრება, მაგრამ ეგ უკვე სურვილზე არის და ბიუჯეტზე დამოკიდებული, ნუ ჩვენ შემთხვევაში კარგად არის ყველაფერი, კი ანაღდგენია იქ, სხვათა შორის მაგ ყველაფერს მზეზე გაჩვენებთ და რეალურად გაჩვენებთ რა განაღდგენი და როგორ გამოიყურება დაუშვათ იაპონიიდან ჩამოსული მანქანა, რომელიც არის შენაღები ან რამე ნაწილი აქვს შეცვლილი. ხშირად ადამიანები ცოტა თავს არიდებენ ხოლმე ეგეთ შეფასებით მანქანის ყიდვას, მაგრამ მე მინდა რომ გაჩვენოთ, რომ ის ამ მანქანები, რომელიც ამერიკიდან ჩამოდის და ჩვენ ვაწყობთ აქ, არაფრით არ ჯობია იმას, რაც იაპონიაში არის შენაცვლელი ნაწილით, ან შეღებილი ნაწილით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ნუ ეს არის ჩვენი Nissan Leaf. 20 days, and they going around playing silly games. Now you say it's slow me down, not right now. Then you make me walk away, but let it be known. Too cold, touching and teasing me, telling me no. But this time I need to hear you ride it.
შორის იაპონურ მანქანებს რაც შეეხება ის სუნი რომელიც იაპონურ მანქანას მოყვება ხოლმე ძალიან ისეთი სპეციფიურია და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ნოსტალგიის მომღრელია იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი იაპონიიდან რო დავიწყეთ მანქანების ჩამოყვანა და მოკლედ ეხლაც კი ზუსტად იგივე სუნით ჩამოდის მანქანები და მაგრად მომწონს რაღაცნაირად მახსენებს რა იმ დროს და ძალიან კაია. სხვათა შორის იმ სხვაობებს შორის რაც გავავლე მოკლედ წინა Nissan Leaf-თან რაც ყავდა და ამასთან არის ის რომ ეს არის 12 კუბიკზე შესაბამისად ელემენტები სულ ახალივითაა აქ და ეგ ძალიან დიდი პლუსია ელექტრომანქანის შეძენისას, იმიტომ რომ ზუსტად მაღაზია არის პირდაპირ დამოკიდებული ის თუ რამდენს გაივლის და ნუ რამ მდგომარეობაში იქნება ელემენტები და რამდენს გაივლის ერთი მთელი დატენვით. ეგ არის და ეგ სხვა ახალი არაფერი არ არის, სხვათა შორის ვინც ახლები ხართ და ვინც გამოტოვეთ ჩვენი Nissan Leaf-ის მიღების ვიდეო, რომელზეც ეხლა ვსაუბრობ რეალურად რასთან ვადარებ ამ მანქანას, მიმოხილვაც გვაქვს Nissan Leaf-ის და ვისაც ელექტრომანქანების ვიდეოები მოგწონთ და გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს არხზე და ნახოთ იმ მანქანის მიღების ვიდეო და მიმოხილვის ვიდეოც. მე როგორც შეგპირდით გაჩვენებთ ახლავე, აი ესე გამოიყურება ამის აუქციონის ფურცელი, სადაც XX-ი არის შენაცვლელი ნაწილები, ანუ კაპოტი და ორი მარცხენა და მარჯვენა წინა კრილო არის შეცვლილი. უკანა მარჯვენა კარი და უკანა მარჯვენა ფრთა არის შეცვლილი და ეხლავე გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. მარჯვენა კარნიზზე უწერია მარჯვენა თუ მარცხენა ხო, მარცხენა კარნიზზე უწერია შეღებილი და მარჯვენა კარნიზზე უწერია შეღუნული მესამე დონის, ანუ დონეებით არის დაყოფილი და კიკპირდებით დიდი ხანია იაპონური აუქციონის განხილვას, მაგრამ ნუ აი მოკლედ ვერც დრო და ვერც ენერგია ვერ მოუკრიბე მაგისთვის და გამოვასწორებ უახლოეს მომავალში. აი ესე გამოიყურება ამათი შეცვლილი ნაწილები. ზაზორსაც გაჩვენებთ, ჩვეულებრივ დგას. აქ არის ცოტა სხვანაირად, მაგრამ ეს არაფერია, საერთოდ ამას რავი, დიდი დროც არ ჭირდება და ენერგიაც გასასწორებლად ორიგინალია. როგორც ჩანს ეს ორიგინალია ყენია. აქ ეტყობა რომ დანატრიალებია. კარნიზზე უწერიათ რომ შეღებვის კვალი ეტყობა პირველი დონის, მაგრამ მე ხა თვალით ვერაფერს ვერ ვხედავ, თან ჭუჭყიანია და საერთოდ არაფერი არ ეტყობა. მარცხენა ფრთა არის შენაცვლელი და აქაც სიმართლე რო გითხრათ, დიდად არაფერი არ ეტყობა. ამის მოხსნას არ დავიწყებ, ხარ დავუშლი მანქანას. და B3 აი ესე გამოიყურება, აქ არის რეალურად უკვე ჩანს კვალი და ერთადერთი წუნია მანქანას, აი აქ აქვს. ნუ B3 ისეთი რაღაცა არის, რომ რეალურად უნდა ჩანდეს. მესამე დონის შეღუნული და დაკაწრები რა. აი ესე გამოიყურება იაპონური მანქანები, რომელიც არის აღდგენილი და რომელსაც ესეთი საშინელი აუქციონის ფურცელი აქვს რეალურად. რო შეხედო, ვაიმე წინ შენაცვლელი, უკან შენაცვლელი, მაგრამ დიდად კატასტროფულად და საერთოდ არაფერი არ ეტყობა. მესმის რომ იქ შენაცვლელი თუ უწერია რომ აი როგორ შეიძლება შეცვლილი, დაზიანებული, დალეწილი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ აი ესეთი მანქანები ჩამოდის და ვისაც გაქვთ სურვილი იაპონიიდან მანქანის გამოწერის, შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივ გაითვალისწინოთ ეს. ნუ ეხა კი შეფასება ორ განსხვავებულ აუქციონზე B1 შეიძლება ცოტა სხვადასხვა იყოს, შეიძლება სხვადასხვა დონით აფასებდნენ იმ დაზიანებას, რომელიც მანქანას აქვს, მაგრამ იდეა ის არის, რომ ნუ რაღაცა კატასტროფა არ ჩამოდის ხოლმე იაპონიიდან, თუ რაღაცა ძალიან ცუდი შეფასება არ აქვს. ნუ აი 10-დან შეიძლება 2 ჩამოვიდეს, ისეთი რომ რეალურად გაუთვალისწინებელი ხარჯები ქონდეს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ნუ ისიც რისკია და ის შორიდან რაღაცა სხვა კონტინენტზე ვეძებთ და უყიდულობთ მანქანას, მაგრამ ნუ აი ესეა რაც არის. ვისაც გაქვთ სურვილი იაპონიიდან გამოწერის, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს შეფასებები და როგორ გამოიყურება რეალურად თვალსაჩინოდ როგორია ეს. პარკიც კი აკურია, პარკი. ჩვენი Nissan Leaf-ი დავტოვეთ და ეხლა გადმოვედით ზეთის საყიდლად, ჩვენი ხიდი რადგან ატრაკებს, უნდა ვიყიდოთ. უნდა ვიყიდოთ ხიდისთვის ზეთი და ვცადოთ ეგრე გამოსწორება, იმიტომ რომ ხიდი ღირს $400-დან $500-მდე და ზეთი 80 ლარი ღირს ლიტრა. ასე რომ ჯობია რომ 80 ლარი დავხარჯოთ, ვიდრე $500. ზეთიც ვიყიდეთ, ჩვენი თეთრი ბრონკოც აი ესე გამოიყურება. უკვე წყობილია და საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურება, სიმართლე რომ გითხრათ.
უკნიდან როგორც იყო ისეთია, მაგრამ წინ მომწონს. ვიზუალურად საკმაოდ კარგია. ეს მოღრუბლულიცაც უხდება. სილამაზე. ესე იგი ვრჩება კანტი, მე მგონი ამანქანა საკლდა ზუსტად, თუ ყავისფერ საკლდა უკვე აღარც მახსოვს. საქარე მინდა გვჭირდება და ტურბინის ხმა უნდა მოვაგვაროთ და ხიდის ხმა. სხვათა შორის ყავისფერსაც რაც შეეხება აგერით იწყობა და ამ მანქანის ვიდეოები უკვე არხზე უნდა იდოს და გადავიდეთ და ნახეთ. მოვიდა ჩვენი ბრონკოს დრო. ნახოთ აბა ხიდი იჯიგრებს თუ ვერა. ნახევარია ვითომ? ეს რამდენი ლიტრიანია? 2-იანია. მოკლედ სადღაც 800 გრამი უნდა იყოს ამ ხიდში. და კაშკარად ნაკლებია ვიდრე 800 გრამი. იმედია. უფ, რა რეკლამა შეიძლება ყოფილიყო ეს ზეთების. მაგრამ არანაირი რეკლამა. ზეთი ჩასხმულია, საქმე უკვე ნახევრად მოგვარებული. ეხა გავივლით და ვნახავთ თუ რამდენად უშველა ეხა ამ ყველაფერი. დროა გავტესტოთ ჩვენი Ford Bronco. მოკლედ არის ერთი პატარა შანსი, რომ გაზის ჩაჭერით და ცოტა კარგად სიარულით იმ ხმამაც პაკა გვითხრას და გაქრეს. რაც ტურბინას აქვს. ხო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხა ამ ერთი გატარებით და პატარა ტესტ-დრაივით ყველაფერი მოგვარდება. დავამყევით და ვნახოთ რამდენად მოგვარებადია ეხა ის პრობლემები რაც გვაქვს. მოკლედ ეხა რა მარჯვნივ რო ვუხვევდი კი იქნევდა ისევ ტრაქს, მაგრამ იმედი მაქვს მაინც რომ შეიძლება გაიტანოს. ასე რომ წავედით მივატესტ-დრაივოთ. აიც მარცხნივ. სიარულით კი დადეს გიჟივით რა. გიჟივით Bronco Sport-თან მიმართებაში. გაზსაც გრძნობს ეხა, აბა დავტრიალდეთ ერთი. მარცხნივ შეხვევისას არაფერს არ შვება, უკან წასვლისას ვნახოთ. ხო. აღარ ურტყავს. მე მგონი, აბა ერთიც ვცადოთ. მარჯვნივ წავედით. აღარ ურტყავს. წავედით. დადის. აია. გასვაჭერთ. მიდის, არაფერი არ ხმაურობს. კაი, ეხა კიდევ ერთი. გთხოვ, ხმაც მოგვარებულიყო რა. არა, ხმა არ მოგვარებულა. ხმა ისევ აქვს და კიდე გავივლი. ხიდი აღარ ურტყავს, მაგრამ ხმა აქვს. ტურბოს. ხა დავტრიალოთ და ვნახოთ. ხიდს ნამდვილად აღარ აქვს. სხვათა შორის არც ისე ნელა დადის მართლაც. 1 და 5 ძრავისთვის ნორმა. ბოლო ტესტიც მივუცხოთ რა. მარჯვნივ მინდა შევუხვიო ნელისვლით უკან.
არა, არანაირი ხმა აღარ აქვს. ხიდს როგორც მინიმუმ. მარცხნივაც არანაირი. ტურბოც რა გთხოვ? არა, ტურბოს ხმა აქვს, ტურბოს აქვს. კაი, ერთი პრობლემა მოვაგვარეთ. დარჩა კიდე ერთი. ჩვენს Nissan Leaf-ში ვზივარ, მიმყავს სახლისკენ, უნდა დავტენო ეს მანქანა. ვიდეოების მხრივ ამანქანის გზა დამთავრდა ჩვენს არხზე, ესე უბრალოდ გაჩვენეთ როგორ გამოიყურება მანქანა, რომელიც არის ანაღდგენი იაპონური და იაპონიიდან ისე უკვე აღდგენილი ჩამოდის. რატომაც არა ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის, იმათთვის, ვისაც აინტერესებს იმ მანქანების ჩამოყენა იაპონიიდან, ან შეფასებები და ასე შემდეგ. მოკლედ და ესე ნელ-ნელა რაც არის საინტერესო, გაჩვენებთ ხოლმე პარალელურად. რაც შეეხება ჩვენს ბრონკოს, ბრონკო დავტოვე ისევ იქ, დგას, ეყენება ჯერ საქარემინა დაგვრჩა, რომ შევცვალოთ, ტურბოს ხმა აქვს და არ ვიცი, წესიარულისას რავი შეიძლება გაიხსნასო და ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ესე დავტოვო და იყოს როგორც არის. იმიტომ რომ არც დრო მაქვს და არც ნერვი და არც ენერგია ახლა მივიდვარ სახლისკენ, უნდა დავისვენო და მოკლედ ესე ნახევარი საქმე გავაკეთე და მეორე ნახევარს ხვალინდელ დღეზე გადავდებ. დავეთე. მე და დილა ხო ისედაც ვერ ვთანამშრომლობთ და ეხა ისეთი დილაა, როდესაც რამდენიმე მანქანას ერთდროულად უნდა მივხედოთ, თან პარალელურად არ მძინებია და თან პარალელურად გაცილებული ვარ, მაგრამ წუწუნი გადავდოთ გვერდზე, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ არ ვიცი რატო. იმიტომ რომ წავედით. სხვა გზა არ მაქვს. აი რატო? წავედით, ეხა მივხედოთ ჩვენს მანქანებს. ჩვენი Nissan Leaf-ის მიღებიდან ჩემი ნაცნობი არის მოკლედ, რომელიც აი ესე კარიერის კიბეზე ასვლისას გავიცანიდან, მოკლედ უნდა ვაჩვენო და შეიძლება დავუტოვოთ კიდევაც ეგ Nissan Leaf-ი. რაც შეეხება დანარჩენ მანქანებს, ამ მომენტისთვის აი ახლა ვაწყობ Broncos, Buick-ს და კიდევ ერთ Broncos, Buick-ის და ყავისფერი Broncos ვიდეოები უკვე არხზე უნდა იდოს წესით ამ მომენტისთვის და სავარაუდოდ ნანახიც გექნებათ და გეცოდინებათ ეგ მანქანები და თეთრ Broncos რაც შეეხება ეხლა მივიდივართ იმისთვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, იმიტომ რომ ეგ მანქანაც უნდა ვაჩვენოთ ადამიანს, მოკლედ, რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს მაგ მანქანის წაყვანაში. აი ესე აქტიურად ვიწყებ დილას პარალელურად სამანქანაზე მუშაობით, დღესთან Buick-ის წასაყვანია, მოკლედ, აი ესეთი მოკლედ ამ დილას საერთოდ ყველაფერი მოხდა და ძალიან ბევრ მანქანას ერთდროულად ვაწყობ. აი ეს რომ წავედი წარმატებები მისურვეთ და მოკლედ დავიძარით მანქანას. ამ Broncos გზა ჩემს არხზე არის დასრულებული, საქარემინაც შეეცვალა. ეხა საბოლოო შტრიხებს გადის და მოკლედ ეგ იქნება მზად არის ეს მანქანა იმისთვის რომ მე დავემშვიდობო და ვიღაცამ მიესალმოს. მოკლედ აბა შემდეგი პროექტებისკენ კარგად შეხვედრამდე.